მიროსარმები არ შეერევით თილფას საზოგადოებას, საქართველოს რუსთაველის საზოგადოება მორი კომისიებას ატარებს, დიდი ისტორიის მქონე საზოგადოება, რომლის ხელმძღვანელები თავის დროზე გახდნენ ქართული კულტურის პოლიტეები, ირაკლი აბაშიძე, მუმა ლებანიძე, აკაკი ბაქრაძე. აი ეს დიდი სკოლა და რელიგიურ კომიტეტს ხელმძღვანელობდა საქართველოს პატრიარქი ილია მეორე, ხოლო რუსთველოლოგიურ კომიტეტს ცივად გამსახურდია. ჩვენ ვცდილობთ ეს დიდი ტრადიციები გავაგრძელოთ და თქვენთვის ცნობილია, რომ წლევანდელი წელი არის მნიშვნელოვანი თარიღის, რომ საქართველოს რელიგიად, სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1007 წლის თარიღი ქრისტიანობისა. ეს არის ჩვენი ცივილიზაციური არქივარი, ეს არის ჩვენი იდენტობა და ეს არის ჩვენი კულტურა, ჩვენი ეთიკური ზნეობა. მთელი ჩვენი სოფ-განცდა ის სტრატეგია, რაზეც იყო აგებული ქართველი ადამიანის სოფ-განცდა. და რა თქმა უნდა, ქართული წერილობის მწვერვალი დგას იმ სულიერ ფესვზე, ვერცხლისწყალოსანი რომ ქვია და რომელიც ქართველი კაცის ყველაზე მაღლა ატანილი სიმაღლეა, როგორც აზროვნების მხრივ, ასევე ხადრული ესთეტიკის მხრივ. ახლა, როდესაც ვერცხლისწყალოსანზე ვფიქრობ, პირველი მოდის ის, რომ ეს არის სწორედ იგაური ენით ნათქვამი სიბრძნის წიგნი. აგიბრძანა კიდეც მარი ბროსე, რომ ვერცხლისწყალოსანი არის ჭეშმარიტების მაღალ ფილოსოფიური ხადრობა. და მართლაც თუ არისტოტელეს გავიხსენებთ, პოეზია უფრო მეტად ფილოსოფიურია, ვიდრე ისტორია, რადგან ისტორია კერძო ფაქტებს აღნიშნავს, აღრიცავს, ხოლო პოეზია კი ზოგადს. და რამდენად ზოგადი უფრო მეტი არის კერძოზე, ამდენად პოეზია უფრო მეტად ფილოსოფიურია და რუსთაველბაც ბეჭედი და გასვასეთ, რომ პოეზია სიბრძნის არის ერთი დარგი და ურამიშვილმაც აღნიშნა, რომ რუსთაველმა შოთამო იგავ ხე დადგო. ანუ აქ არის იგაურ ენაზე საუბარი და როდესაც მთავარი არ ფიქრობს, ბევრი გააზრება არსებობს სხვადასხვანაირი რუსთველოლოგიაში, რა თქმა უნდა, და ამითაც არის ის დიდი ნაწარმოები, მაგრამ როდესაც ფიქრობთ ამ ნაწარმოებზე ერთი ხაზი მისი გახლავთ ის, რომ ეს ნაწარმოები არის ღმერთთან დაკარგული მთლიანობის აღდგენა. და თავისთავად მიჩვენებს ის, რომ ადამიანი როგორ უნდა გაიაროს სულიერ ინიციაცია, რომ დაცემიდან მივიდეს ღმერთამდე. და სწორედ ამიტომ იმისთვის, რომ ადამიანი სრულყოფილი გახდეს, პავლე მოციქულს წერია, რომ სამი რამ არის ამისთვის საჭირო. ეს არის სიყვარული, ეს არის რწმენა და ეს არის იმედი. და სწორედ ვერცხლისწყალოსის მიღების არაბულ და წარმომავლებას თუ დავსვით ჩვენ, რომ ნახავთ, რომ ნესტარ დარეჯანიში ნიშნავს, რაც არსად აღადის და არის. ალთანგილი არის წმენა, ხოლო დუნაგილ ფრიდონი იმედი. მაშა სადამე გვეუბნება ნაწარმოები, რომ თუ ჩვენ გინდა ჩვენ სულიერ ცოდვებს ვძლიოთ, ამისათვის საჭიროა სწორედ წმენა, იმედი და სიყვარული. ხოლო თვითონ თინათინი, როგორც სიმბოლიკურად გონება, რომელიც გარკვეულ დავალებას ახდენს, რომ ალთანგილმა სიყვარულისა და წმენით შეძლოს, რომ ნესტარი, რომელიც დაკარგული მადლია, ნესტარი, რომელიც ღვთის ხატის ძიება, დაკარგული სამოთხეა, რომელიც ხაჯებს ყავს შეპყრობილი, ხოლო ეს ხაჯები არის ავის რახვები, მელის რახვები და საჭიროა, რომ აი აქედან გაათავისუფლდეს ამ ადამიანმა ჯერ იმისთვის, რომ დაკარგული ღმერთი მიაგნოს
და ის რაც სამართლიდან გამოძიების შემდეგ ჩვენ გავაკარგეთ, ამისთვის საჭიროა ჩვენი იმედითა და სიყვარული ჩვენ მივიდეთ უფალთან. და სწორედ ეს არის და გარდა ამისა თვითონ ქრისტიანოსანი ნეოპლატონიზმი არის ერთ-ერთი ძირითადი და ნეოპლატონიზმის ერთ-ერთი გზა გახლავთ ესე იგი მარადიულობა მართავს სამყაროს მართავს მარადიული სული და სწორედ ამ მარადიულობასთან მისვლა რომ ადამიანმა დააზრიოს თავისი განახსნას ცნობები და სამყაროსთან შეერთდეს რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბადობისა მე რად გავწირო მოყვალე ძმა უმტკიცეს სიცნობისა არა ვიღ სიძნე რას მარგებს ფილოსოფოსთა ცნობისა მით ვისწავლებით მოგვეცეს შერთვა ზეს წყობთა წყობრისა ანუ სოფლიო ცუდთან შეერთება არის და კერძო სულები რომლებიც დაშორდნენ სოფლიო სულს ისინი რა თქმა უნდა მიმართებიან სოფლისაკენ და საჭირო არის მაგრამ რუსთაველმა რაც ერთი მნიშვნელოვანი რამ არის მისთვის მან ამაღლებული და ზეციური და მიწიერი რაციონალური ცხოვრების სინთეზი მოაწყო ის არ დააშორა ერთმანეთს ან მათ შორის სულ დაშორება იყო დაპირისპირება იყო და მან შეძლო რომ ეს ორი დააკავშირა ერთმანეთსთან და მიიღო ჰარმონია ეს კი ძალიან რთული მისაღწევია იყო შუა საუკუნეებში ადამიანი დაკარგული იყო და იქ უკვე ყველაფერი ზედა სფეროებში ხდებოდა და ეს პრაქტიკულ იმაში რეალობაში ეს დასკროლდა დავით აღმაშენებლის სახით სადაც მას იდეალურად სულიერი და მეორე მიწიერი მხარე ჰქონდა ერთიანად სრულყოფილად ხოლო ლიტერატურაში ეს დასკროლდა ავთანდილთან სადაც ავთანდილი ისგან ესე იგი ბრძნული სიბრძნეს პრობს ამავე დროს ის პრაქტიკული და პრაგმატული არის თუ ეს ირღვევა მაშინ ხდება ტრაგედია ხო თუ ჩვენ ახლა ultra რომელიც დაშორდა მიწიერებას და მთლიანად ზეციურში გავიდა და მოხდა მისი ტრაგიკული და ასევე კვაჭანგირაძე რომელიც მთლიანად დაშორდა სულიერს და ხორციელში გავიდა. გარდა ამისა თვითონ ღმერთთან დამოკიდებულების საკითხი რუსთაველთან არის ძალიან საინტერესო იმიტომ რომ მაშინ მოიხსენება რუსთაველს ღმერთს უყურებდნენ როგორც ხოლო ტელევიზია და ბატონო და აჩვენებს იმას რომ როგორ ღმერთი როგორც შეუცნობელი დამოუცნობი რომელსაც სიტყვით არ შეიძლება მისი თქვა და მეორე მხრივ დააკავშირა ღმერთი როგორც რეალური როგორც სიკეთისყარო როგორც ხელშესახები როგორც რაციონალური და აი როგორც თქვა დაშორებული არის უფალი და შეუცნობელი არის ამისთვის აი აპოფატიკური ნიშნავს აი შეუცნობელს და აი ამ შეუცნობლობაში არის მისისა და კატაფატიკური კი ამბობს რომ უფალი არის ხმელთა და ცათავო მადლობა ისთვის ხმელთა და ცათავო ესე იგი ხმელეთისა და ცათა და იქ კი არის უფლება შეუცნობო და უთქმელო უფლებათავო და უფლებათავო და ამიტომ ესე იგი ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ქრისტიანოსიდან ეს ადგილი და ამიტომაც ჩვენ რომ შორს არ წავიდეთ ვიტყვით პირდაპირ რომ ის იყო იმდენად რენესანსული ნაწარმოები რომ მან დაინახა ადამიანი
მან დაინახა კონკრეტული ადამიანის ზევდა შუა საუკუნეებში. ერთი ტარიელის ცნებდი დაინახა და ამით მთელი არისტოკრატია იყო შეწუხებული. ხოლო მეორე მხრივ ეს უფრო მისტიური მასში, კოსმური მასში გადახავს, როდესაც ინდოეთში ტარიელის შევიწროებას განიცდის, ეს მთელი ინდოეთის კრიზისი წევს ინდოეთის სახელმწიფოს. ამდენად ჩვენ მივადექით ვეფხისტყაოსანს, სადაც თავარი არსი ერთ ასევისა ერთისა, მხოლოდ ერთხელაც სწავლება ნახმარი მოხსენიებული, მაგრამ ამავე დროს ამბობენ რუსთაველოგები, რომ წრემლი რუსთაველში არის სულიწმინდის მანდი. იქაც ხდება დამხმარვა და რადგან ქრისტიანობასთან უარბავ ახლა ვიტყვი, რომ ვეფხისტყაოსანში რაც ძირითადად შუა საუკუნეების ლიტერატურაში იყო ცოდვისა და მონანიების იდეა ყოფილიყო მთავარი განსაზღვრელი. ვეფხისტყაოსანში არის თანაგზნობისა და თანაენობისა და თანადგომის იდეა. რა იდეაც თქვათ წმინდა ქრისტიანულია და ზოგად ქრისტიანულია. შეიძლება ბევრი საუბარი რა თქმა უნდა, მაგრამ შობს აქ ისაუბროს ადამიანმა, ცნობილმა ფილოსოფოსმა თანაც იდეალისტიკის დარგში, რომელსაც მობილია ხარვარდი და მსოფლიო უნივერსიტეტები და დახლავთ სპეციალისტი, ის იკვლევს შუა საუკუნეებს, პლატონისტზე, იოანე პეტრიძე, პეტრეიძეზე და ეს ჩვენი სტუმარია, ბატონო ლევან მიტინეშვილი და მე მას შევდავცე მაგას. Радовичес Салварши, Шерхевия Густавович, Новоторовас, Нисам Ренессансу Суристатива, Сулер, нас Хамапеткебели იყო. ასე ქართული კულტურის და მაგთა ძალისხმევი განსაზღვრება. ქართული კულტურის და ქართული იდეოლოგიის. ნახოს წარმოიშვა ქართული წერილობა საუკუნეში შუა უძველესი ძეგლში შაკიდა შემდგომში ის მოარავიანი ითარგმნა ქართულად და ორიგინალური გადაღების შეიქმნა ნათარგმნი ძეგლები, ორიგინალური ლიტერატურა ეს ყველაფერი იქნებოდა ქრისტიანული ლიტერატურა იყო, ქრისტიანული უფრო სამონასტრო ლიტერატურა და ხაზგასმული იყო, რა თქმა უნდა, ბიბლიის ეგზეგეტიკა, სახარება და სამყაროს რაღაც ხედვა იყო ჩამოყალიბებული ამ ლიტერატურაში. ჰაგიოგრაფიული ლიტერატურა იქნებოდა თუ ჰომილეტიკური თუ ეგზეგეტიკური, ყველგან გარკვეული ხედვა იყო სამყაროზე, რაც ასაზრდოები იყო სახარებიდან, ბიბლიიდან და აქცენტი იყო, რა თქმა უნდა, გატანილი მარადისობაზე და სულის ხსნაზე. როცა არის იაკობის ეპისტოლეში, რომ ეს ამქონრო ყველაფერი არის ას ყვამლებით და მარად გარდახტება ეს და გელისნარე მარადისობა. ამიტომ ეს ქვეყანა ისე უნდა გქონდეს, რომ არც არ აქვს პავლიანის. ისაც სიმდიდრე აქვს, ისე კონდეს სიმდიდრე, რომ არც აქვს. ისაც ოჯახი ყავს, ისე კონდეს ეს ოჯახი რომ არც ყავს ეს ოჯახი, რომ ყველაფერი წარმოავს. ამ წარმოავს სამყაროში. ამიტომ გარკვეული დაძაბულობა იქნება გარკვეულ ლიტერატურაში. ვერტიკალური ასე ვთქვათ დაძაბულობა, რომ ეს ქვეყანა არის მხოლოდ წარმოავალი რაღაცა გამოიყენებს, რომ აითხორცნო მაგლა და დაიკვირდრო მარადისობა. ფაქტობრივად ამ ქვეყანაზე ყველაფერი ამბობენ, არაფერი ამბობენ, არ არის ანგარიში გასაწევი მაინც და მაინც. ეგეთი ამბობენ, არის ხიფათი, რაღაცა საფრთხები გერის და ამ საფრთხებს უნდა დაუძურე, რაღაც შენი ასკეტური ღვაწლით, შრომით, ცოდვასთან დაპირისპირებით, რომ სოფელმა არ გძლიოს. ეს არის ბიბლიური გამოთქმა, სიყვარული ამასობრისა, მწერობა არს ღვთისა, საქართველოს ასე გამოთქმა და ლაიტმოტივად გასდევს ქართულ ლიტერატურას, შუა საუკუნეების ლიტერატურას ეს იდეა, რომ ამ ქვეყნიერობის სიყვარული, რაიმე სიყვარული ამ ქვეყნად არის სახიფათო. არ არის არ გადაგამტეროს გვერდს, არ გადაგამტეროს მარადისობას, ანუ დროს მას გარკვეული რელატიური იმართება მარადისობას. აი, ამ ქვეყნიურ ბედნიერება არც არის გახსნილი როგორც რამე. იგი მიტოვება ამ ქვეყნიურ ბედნიერების არის ცნობილი, რომ ღირსება და საქმეობა და ყველაფერი მცირდება და მარადისობისთვის დათმო. აი, რუსთაველი ამ ხალას სულის. ის კი არ აუქრებს მარადისობას და მარტო მიწას კი არ ტოვებს, უბრალოდ მიწიერ ცხოვრებას და მიწიერ გაზომილებას მეტ დაკუთვას აძლევს, რაც წირთავს უფრო. მიწიერ ბედნიერებას არ სახავს რაღაცა ცუდად, ან
რაც ავიცი მოსაფრთხილებლად. შეიძლება მიწებრედნერების ადამიანს ისე წვანის შუქირო ებრძოლოს მესიერი ბედნიერებისთვის სას. იმიტომ რომ არ შუქს მიწებრედნერებას ადამიანისთვის. არამისობა ეს ყოლა თავარი ორიენტირი ყველასთვის. შორის მისთვის მიწებრედნერებას ესწრაფოს. მაგრამ ეს არამისობა არ ეკუთვნის მიწებრედნერებას. აი უბრალოდ Because as the conflict is matter, that's harmony and harmony. I got this miserable is towering aspect in the Paris. Gaziable visual. Sherry Pagada, Show Pandi, the question is the Simaruli, the Gasula continent. As I'm here, I told the devotion. Other will get to go once if she go over, as I'm covered. Sherry Pagada, Show Pandi, is going on, so that's Sherry Pagada, must get him. So ის გახდა შეიქმარი, ის გული შეიყვარა. პრეფერენციული სიყვარული. აი, უბრალოდ ხაზი გაუსვა იმ მოვლენას, როდესაც არც არის შეფასებული. მანამდე ქრისტიანულ ლიტერატურაში როგორც რაიმე დასაფასებელი. ისაც არ ის რა შეინტერესდა, რატო მოიყვანა ამ ადამიანმა ეს ადამიანი ცოლად რატო გაყვანას. პირადი შეყვარება საერთოდ არც არის დასახული როგორც რაიმე ფასეულობა. ირგით თუ არის საკუთარ პირადი შეყვარება, ეს არ არის დაკავშირებული სოციალობასთან. სოციალობა ასად არ არის დაფიქსირებული, რაღაცი ქართულ უსწავლებლად ქრისტიანულ ლიტერატურაში, როგორც აგებული პირადი შეყვარებაზე. ეხლა ჩვეულებრივი ამბავია, რომ ჰოლივუდურ ფილმებში არ საკუთრებთან რო არიან, რომ არ უყვართ ერთმანეთს, ნამდვილი საკრებულოა და ის ჩარჩის არასდროს პროფილს თუ იტალიის პროფილსაც ახლა შეუყვარდებათ, ეს ჩვეულებრივი ამბავია. მაგრამ მანამდე ქართულ კულტურაში არ იყო ასე. ქორწილის საზოგადოება, ქორწინების საიდუმლო დაკავშირებული არ იყო პირადი შეყვარების ფენომენთან. შემიყვარდა, აი ეს ხო შეუყვარდა. ინგლისურად არის fall in love, ჩავარდა სიყვარულში. Fall in love მომენტი შეყვარების. არც არის გააზრებული, როგორც რა. იგივე, თუ არის პირადი შეყვარება, პირადი ეროსი, პირადი ტრფიალება. ამ ლიტერატურაში უსწავლელი არის ასახული და დასახული უბრალოდ როგორც რაიმე ნეგატიური და დესტრუქციული. მაგალითად, მეფეს შეუყვარდება ვიღაცა და ის სიზუსტე დიაცია რა თქმა უნდა და ის უნდა მოაშოროს მეფეს, იმიტომ ის შრის ქორწილს არა. თვითონ ქორწილი პირად შეყვარებაზე არ არის. აი უსწავლელი ამ პარადიგმას სულის და ლაპარაკობს ბედნიერება, პირადი ბედნიერება არსებობს. პირადი ბედნიერება არსებობს თუ იმას მოიყვანს ცოლად, ვინც მართლა შეიყვარდა, იმას გავყოდი ცოლად, ისეთი გახდება შეიყვარე, ვინც მართლა შეიყვარდა. ამას სახავს როგორც ღვთიურ საქმეს. ნესტანი ეუბნება ასრამის, რომ ვოკალიოდეს სასიძო, მოდის იქიდან და იცოდებოდა ქნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმნელსა ნეძლად. ფაქტობრივად გადარჩენას ამ პირადი მიჯნურობის სახავს როგორც მართალი სამართლის ხნას. პრეზიდენტი გავლენები გამოდროა შეიძლება რომ ესე უთხარი მეფეს რომ მართალი სამართალი რომ ასკოლდო პატრიოტული მოტივები არ შეიძლება შემოიყვანოს და მე ვარ მემკვიდრე ერთად ინდოეთის და სხვა შემოყავს ეს არ არის სწორი უსამართლოა და ამიტომ ეს თანამართლისა სამართლისა ხესა შეიქმნელსა კი ეს განზომილებაც არის. მაგრამ მეორე განზომილებაც არის არ აქვს უფლება რომ ის მიჯნურობა რომელიც შემოგვაქვს ღმერთისგან ღმერთის საქმის დარღვევა იქნება როდესაც დაგურბილოს ეს. ანუ შეყვარების ფენომენი უსწავლმა გამოაცხადა ღვთიურად. ღმერთისგან მოსულა. აი ეს საინტერესოა რომ მიჯნურობის იდეაც ასწრია, რომ ეს პირადი მიჯნურობა სერიოზული რამეა უსწავლო. ეს არის ახალი არისტოკრატული კულტურა მიჯნურობის. მაგრამ არისტოკრატული და ლეხური, იმიტომ რომ ეს მოითხოვს მოცალებას. ანუ უნდა კონდეს მიჯნურს მოცალება. მოცალება თუ არა გაქვს, მოცალება ლეხებს არ აქვს. მოცალება არისტოკრატებს აქვს. მაშინ მიჯნური ვერ იქნება, მიჯნურს იქნება ნიადაგელსა და ხალვა, ანუ მართლობა უნდა იცოდეს და დაფიქრდეს კონცენტრირდეს ამ განცდაზე, კულტივირება ქონდეს ამ განცდის თავის გულში. აი ესეთი ამაღლებული არისტოკრატული კულტურა შეიქმნა. ამით ფიქრობს ის რა, მაგრამ ეს ის პერიოდი როდესაც ქართული კულტურა გაეხსნა სხვა ფენომენებსაც, არა მარტო ქრისტიანულ ლიტერატურას, არამედ ასევე არაქრისტიანულ კულტურებსაც, მაგალითად ავიღოთ ნეოპლატონიზმი, გელათის სკოლა, როცა გელათელები თარგმნიან ტოპიკალურ უშუალო ფილოსოფიურ ტექსტებს. აგერ ამონიოს გარნიასი, აგერ ივანე პეტრე მაფრატოი თარგმნა პირადი ციტირებს
ბერძენ ფილოსოფოსებს პირდაპირ ყოველგვარი ადაპტაციის გარეშე და ეს ახალ კულტურას რო გაის, ამას აფეთქება გამოიწვია, რომ რუსთავის სამოზრო ეს ამაღლებული მიჯნურული კულტურა ბაძავს სულის სიყვარულს ღმერთისადმი. ან რუსთაველი სახელს ასე რომ არის ყველაზე მაგალია მიჯნურობა, მაგალი ფორმის მიჯნურობა არის, როცა ფილოსოფოს უყვარს აქტიური სრულყოფილებები. თქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენა და გვარმის ზენანის პეტრიკის ტერმინია, გვარი ნიშნავს იდეას, ან აქტიური იდეები. ტომი გვართა ზენათ არის. ენათ ესწავება პირველი ყველაზე ამაღლებული მიჯნურობა, პარადიგმატული მიჯნურობა, ასე ვთქვათ, აი ზენა გვარებს, ზეციური იდეებს, რომელიც ღვთის გონებაში არის. ანუ არიან ისეთი ფილოსოფიური დახოცილი სულები, ვისაც არ ჭირდება ამქვეყნიური ბედნიერება, არ ჭირდება ამქვეყნიური მიჯნურობა, გაზიარებული სიყვარული. პირდაპირ, ასე ვთქვათ, პირდაპირი გზა აქვს ღმერთთან, იმიტომ რომ ესეთი ნოსტალგია აქვს, ესეთი ინტენსივობა აქვს ამ ღვთიური სიყვარულის, რომ პირადი ბედნიერებას არ ჭირდება ისედაც გაჩვენილი აქვს ეს გზა. ანუ მასზე ბედსაც არ აქვს ნიშნობა, ბედისწერა უძლური ასეთი ადამიანების უნდა. ტარელს ასეთები შურს, ვაკებ ჭკუასა ბრძენთასა, რომელნი ეურჩებიან სოფელს. ანუ ისინი პირდაპირ შეუძლიათ იქონ. გახსოვთ ნესტანის რო დაპატიმრებული ყავს გულაშაროში, ტირის ნესტანი და არავის არ აქცევს ყურადღებას და მეფე ამბობს. ორი ვარიანტი არის. ანუ არის ბრძენი ვინმე მაგალ და მაგალ ხედი, არცა ჭირი ჭირად უჩანს, არცა ხინი მეტისმეტი, ისთვის თურე ერთი არის უბედობა, დინა ბედი. სხვაგან არის გონება სვითამ ტრედი. ანუ ერთი ვარიანტი არის ეგეთი რომ ესა ძალიან დიდი ბრძენი არისო, არ გოხსნის ყურადღებას, რომ დინა უბედობა, დინა ბედერობის ერთგული არისო. პირველ ღმერთზე დარჩობს. და ამიტომ ამას არ გახდები. ან მეორე ვარიანტი არის რომ მიჯნურია ვინმესიო და ის სეპარალელი გონების და ამიტომ პირის. ორი ისევდა, ან მიჯნურის მიმართ, მიწიერ მიჯნურის მიმართ, ან კიდე ღვთის მიმართ. და ნუ მეორე არის სწორი ნესტანტანის ტარებთან. ნესტანტანელი ბედნიერები ვერ არიან, მაგრამ პირდაპირ, ასე ვთქვათ, პირდაპირ მერთან ურთიერთობები. ჭირდება ერთმანეთს. ახლა ერთად ჭირდება და გაზიარებული სიყვარული ჭირდება და ამ სიყვარულის შესრულება ქორწილი მაშინ გამოდის რომ ის რაც უშლის ამას ყველაფერს აი ეს უნდა მოიცინა ამას უნდა აჯობო დაძლიო და თუ ეს დასაძლებელი ესე იგი მიწიერი სივრცე იღებს მნიშვნელობას იწენს მნიშვნელობას გამოჩნდა მიწიერი სივრცე თუ მარტო იმაზე ვფიქრობ რომ როგორ დავფიქრო მარადიული სასუქებელი და საერთოდ აღარ მაინტერესებს მიწაზე არაფერი მიწა ჩატდება კარგავს თავის სივრცე აღარ არსებობს შემის ხოლმე მარტო ვერტიკალი არის მარადისობა და ეს დროითი სამყარო, რომელიც ხოლმე ისწავლა მარადის ყვავილს. და როცა იტყვი, რომ ამ დროით სამყაროში არის ბედნიერება და ეს ბედნიერება შეიძლება მოიპოვო და რაღაცები უშლიან მოროტი ძალები ამ ბედნიერებას ხელს, მისცემ ამ ბედნიერებას, ამ კომუნიკაციურ ბედნიერებას. შენ გაქვს უფლება, იბრძოლა ამ კომუნიკაციურ ბედნიერებისას. და მერტი უშურველი არის. მას უნდა შენი არა მარტო მარადიული ხსნა, არამედ ამ კომუნიკაციურ ბედნიერებას უნდა შენი. შეიძლება უბრალოდ ყოველ შემთხვევაში. ასეთი ფრაზა არის. ბედიც და ბედნიერება ცდაზეა დამოკიდებული. გამარჯვება ღმერთს აუნდეს მოსახდების. ან თუ ღმერთს მოუნდება ჩვენი გამარჯვება, მაშინ გვექნება ეს გამარჯვება. გვექნება მიწიერი ბედნიერებას. აი ეს მიჯნურული ბედნიერებას. პრეფერენციული სიყვარულით გამოწვეული ბედნიერება. და რატო შეიძლება მას არ უნდადეს ეს? შურის გამო არა, მერტი უშურველია, პლატონის ამბობს, ხო? ავთონოს უშურველია მერტი. უშურველია შეიძლება შეშურდეს ადამიანის ბედნიერება, როცა ის ბედნიერება, რაც ადამიანს აძლევს, ის თავისივე შექმნით აძლევს. თავისივე შექმნია ნესტანის და ნესტანის კარიერა. როგორ შეიძლება შურდეს მერტს? შეიძლება თვითონ გადიცვა შენ ამისგან. თუ შენ არ ხარ ამის გირსი, ვერ დაიქცევ ამას. არის მომენტი, როცა ასე ცოტა გამძიმებს და ისე ბედნიერებას ვერ შეირგებ. ანუ ნესტანა კარიერა ცოტა ჩაიგდეს მოკლეს ადამიანს. მთელი 10 წელი უნდა იტანჯონ, ეს რა გამოისკიდონ, ეს სოდავი. მაგრამ ვერ შეირგებენ ამ ბედნიერებას, ვერ დაპროფილებიან ესეთ სულტასინგის, ამიტომ უნდა გაიარონ ეს ტანჯვა კათარზისის გზა, რომ შეირგონ. ამიტომ მე შეიძლება რაღაცაში შენივე დასაცავად არ უნდა შექმნას ბედნიერება. იმიტომ საბოლოო პროცესი შეგარგოს ეს ბედნიერება. მიწიერ ბედნიერებაზე ვარ. აი, დავუკვირდით ამ თემას. მიწიერ ბედნიერების დაშვებულობა რუსთავთან. გავხდა იქ დასიყვარულის სოფლისა. სიყვარული ამას სოფლისა მტერობა არის ღვთისა. და არის ეს რუსთავთანაც არის, რომ ვასოფელო, რაში გახარაკო, რადნეჩირსა და ეს სოფლის გმობა არის თემა რუსთავთან. ამავე დროს არის სოფლის აღიარებას. აი ავტანილოცა ტარიას ასულიერებს, და ტარიელი მომაკვდავია რომ ტარიელი და
არაჩვეულებრივი სცენა, როგორ გამოიყვანს სალტანელი კარგას ამ მდგომარეობაში. ეს კარელი ამოძრავი მესამე გარია მესამე მოკვდა და ავტანო ვერაფერს შეასრულებს, ვერაფერს ულაპარაკს, მე ასე ვთქვათ, აგდებს და აი იტირებს, ასე ვთქვათ, აჩვენებს რომ პირის, როგორც ასმაცრამდე აჩვენებს რომ პირის, ატყუებს რა რაღაცა დაიკრა და ეს ავტანო და ის აი მე შენთვის თავი გავწირე მეფეს გამოსული ჩემს ამბავს მოსული რომ შენ მოსულიყავ შენ ხდები აი მოგვდი ოღონდ ერთ რამეს მაინც ხორო სანამ წავალ მანახე ალამაზად ხარ ცხენზე რომ წავიყოლე შენი სურათი რომ ცხენზე როგორ ის დარიგე და თუ არა მაინც აი ჩემს ავტანს წავიდა ეს ხო შევიშვები ამ ცხენზე და შევაჯინა ამ ცხენზე და გამოიყვანა და გამოიჩენს და ნახა რომ უკვე მოვიდა ცნობიერებას და მე უფრო ეს რაუბრობიგებს ეს სამფრენეს და ნიგარულად ასმათი რომელიც სოციალური ადამიანია და თუ დააჯერა ბოლშო უნდა წავიდეს ასმათთან და ორი გადააჭირა. არა, ადამიანს საინტერესო ვისთვის ხვდები, ვერ მიხვდები, თუ სოფელსა მოიცულებ. ანუ შენ ვერ შეხვდები ნესტარს, ვისთვისაც ხვდები, თუ მოიცულებ სოფელს. არ მოიცულებ სოფელი. ნუ ფიქრობ, რომ მარადისობაში სულები შეხვდებიან ერთმანეთს. გაანებია მისტიკას თავი. მიწაზეც უნდა იყო ბედნიერი. ანუ გაანებია რაღაცა სულები შეხვდებიან რაღაცას ლაპარაკი, ამ ზოგადად და მიწაზე იფიქრე რომ ხო არის რომ ჯენესანი ბულგარია ცოცხალია რა რატო გაწირია ასე რომ ბულგარია მოდი იფიქრე რომ მიწიერებები რომ შეიძლება შეიძლება ნუ მოიცულებს სოფელს აი რა და მოიცულოს სოფელი ერთი მეორე ნუ მოიცულებს სოფელს ნუ მოიცულებს მიწიერებები არ იქნება მიწიერებები სახარბილო ამის ბრძოლა ღირს ამიტომ ეს მიწიერი სამყარო ახალ სივრცეს იძლევის აი სივრცეს იძლევის მაგრამ სივრცე არ არის მიწიერ სამყაროს ნაბოდ კი არის ბუნების აღწერები, ოქე, შუშანიკი, ბრილხანსტები არის ბუნების აღწერება, უბრალოდ შუშანიკა ბუნება იმიტომ არის აღწერილი, რომ განახოს რა საშინელი მდგომარეობა და რებს ითმეს შუშანიკი, როგორ ხარმი ხოშაკინა მავნებელნი და ასეთი დამსველი სიცხე და მოხუცებული არავინ იყო ადგილსამაც, აი ამას ემსახურება ეს აღწერა ბუნების, რომ შეხედო შუშანიკი რას განიცდის, რას დაითმის. ბრილხანსტების ბუნების აღწერა იმიტომ რომ აჩვენოს რომ მონასტრებს რა ჭირდება იმისათვის რომ ფუნქციონირ დაუშვათ. იქ არ არის ბუნების აღწერა ასე მნიშვნელობა რომ ეს მიწიერი სივრცე რაც მნიშვნელოვანია. არც შანს მიწიერი სივრცე. ამ ხელა მანძილი გაიარა. ბრილხანსტებმა კონსტანტინოპოლში ჩავიდა. უკან წავიდა. არაფერი არ ციცაში რა გადაწყდა. სივრცე არ წარსებობს. ზის სივრცე არ გვაინტერესებს. იმიტომ რომ თავარია სულის მისვლა მერთან და არა ის ამ გზაზე ჰორიზონტზე რა ხდებოდა მიწაზე. რუსთავთან ჰორიზონტი გამოჩნდა, რუსთავთან სივრცე გამოჩნდა. აი ეს ნიუქს მერასა მიეფინების მზეველად, აი წაწილი ჩანს ტარიები შეხედე, აი ისმა გაიარო ის სივრცე, აი ჰორიზონტი იქამდე მივიდე. ანუ მიწიერი სივრცე იძენს თავის დაკვრას, იმიტომ რომ მიწიერი ბედნიერება იძენს თავის დაკვრას. და რუსთაველი თავისებურ ტერმინებსაც კი ქმნის, ახალ ტერმინებს, რომელიც აი რომ გამოყოს ერთმანეთსაგან მარადიული ბედნიერება ერთია, მაგრამ აი მიწიერი ბედნიერება მეორე. გარდა რა კარგი საკეთებს რუსთაველი. უნდა მოსულიერების მომენტში ეუნება ავტანს, ხო? ის არის ავტანი. ვარდიო და რას მოგერგილა, ხო? ვინა ყოფილა მიჯნური, ვისა სახლის დებიან, ვისა უნახავ პატიჟნი, ვისთვის ვინ არა დებიან, ვისა უსახო რაკნილა, ნუ არა მაგალითო რა, ეგეთი მაგალითები ბევრი ყოფილა, შეხედე სნობის მაგალითებთან. რაკნონია რომ არ შეხარ ამიაში, უარო მიჯნური ყოფილა ამაში და მოითმინე შენ. შეხედე ასე ზოგადი თვალით ამ პროცესს, ხო? უსახო რაკნილა, სული რა დამხდებიან? არის სივალდივო, არც მოუკრებია. და მე ამ გარეს იგავიკოს. ვარსაკითხე ზოგადურობა რამან შექმნა თანად პირად მიგვი გაკანებიან კონაშენი რა დარჩია მართლა თვილსამ წარეყო შორს იქნების რასაც ზირად ოდეს ტურბა გაიებდეს აღარების რასაც ჩირა და მე ამას ამბრა ამ სროს რადგან ვარდი ამას იფის უსულო და უასაკო მაშალ ხინსა ვიმოინკის პირველ ჩირთა უმუშაკო უბოროტო ვისასმია რაცა კარგი საეშმაკო რაბენგური სათქო რა უქმნია უარაკო ეს არის საინტერესო ნახეთ უბოროტო ვის ხინსა ვიმოინკის პირველ ჩირთა უმუშაკო ანუ ჯერ ჩირი თუ არ გეცნება ხინსაც ვერ მოინკის და მე იგივე ფრაზას ვანერდათო უბოროტო ვისასმია რაცა კარგი საეშმაკო ანუ ბოროტებას თუ არ გადაიდა კარგი საეშმაკო არ გექნება რა არის კარგი საეშმაკო კარგი საეშმაკო არის პირდაპირ თარგმანი ბერძნული ბედნიერების ერთ დაიმონია დაიმონ არის ეშმაკი
ეშვაგებოდ არ არის მოროდის დაცემული ანგელოზის გაგები, არამედ დაიმონის გაგები, სოკრატეს დაიმონი რო არის, ფიგურის სული რაღაცა. ეს დაიმონია არის ბედნიერება, ბედნიერება, ისოს სიტყვასით კარგი დაიმონები. კარგი დაიმონები რო გაყვევია გარს. ანუ დაიმონი ბედნიერს მეტყველებაში არ ნიშნავს ბოროტსულს. ამ ფილოსოფიური დისკურსი, რადგან პეტრიცის იყენებს, პეტრიც აქვს თავი პროგრეს ფარმანის, სადაც ამოძრავ. არიან ეშმაკებრნისული, ფიგურნისული, ეშმაკებრნისული არ არიან ბოროტო. უბრალოდ ესენი არიან რაც ფუნქცია უფრო დაბალიო ვიდრე ფიგურსულებსო და ისინი არიან კეთილ და წყაროთაგან, ამას პეტრიცი. ანუ ეშმაკს პეტრიცის ფარმის ხმარობს აბსოლუტურად არ არის ბოროტი დაცემული ანგელოზის სემანტიკი. არამედ როგორც რაღაცა ფიგური სული, ზეადამინური სული, რომელსაც რაღაც ფუნქცია აქვს სამყაროში. ანუ რუსთაველს ამას უბრალოდ ისასმია, რაცა კარგი საეშმაკო, ანუ ეუდაიმონია, კარგ საეშმაკოს, ანუ მისიერ ბედნიერებას, როგორ ეფიქსები თუ ჯერ არ გადაიტანე ჭირი. ანუ ის ქმნის ახალ ტერმინს საერთოდ. მისიერი ბედნიერებისთვის. საერთოდ მისიერი ბედნიერება მისთვის არ არის მოწყვეტილი ზეციურ ბედნიერებას, იმიტომ რომ მისიერი ბედნიერებით ადამიანი ბაძავს და სწავლობს ზეციურ ბედნიერებას. ხელი ეს პოემა ბაძვის იდეაა ჩადებულია, იმიტომ რომ მე პირველ მიჯნურობაზე ვერაფერს ბელს ვერ ვიყი. ანა დაშრობის სმენილსა, ხურნისა დავალდებიან. მე მას ვერ უმღერებ სათანადოდ, იმიტომ რომ ამაზე საერთოდ ძნელია ლაპარაკობა იმდენად. იმდენად ამაღლებულია. იდეა საქმე საზო მომცემი აღმაფრენათა. მაგრამ მე ვლაპარაკებ მის ანალოგიაზე მისაზე. აი ამ პრეფერენციულ სიყვარულზე, მიჯნურების სიყვარულზე. იმიტომ რომ მე ვთქნე ხელოვანი ქვენანი, რომელი ხორცს და ხვდებიან. ანუ მე ვილაპარაკებ მიწიერ გახელებებზე. ანუ მიწიერ მიჯნურობაზე, რომელიც ადამიანის ხორცს ეხება, რომელიც ფიზიკურ სიყვარულთან არის დაკავშირებული. მასვე ბაძვენ, თუდენ არ სიძვენ შორით ბრუნდებიან. ანუ ეს მიწიერ მიჯნურობას ბაზავს იმ ღვთიურ მიჯნურობას, თუ ეს არ არის სიძვა. თუ ეს არის მიჯნურობა ხანიერი, ნუ თელსოსის ბოლომდე. ხამს მიჯნური ხანიერი, არ მეძავ ბილცი ბრუში. ანუ თუ მიჯნურობა ასეთი გახდა შენთვის, აირჩის ერთადერთი ადამიანი, რომელიც შენ ცხოვრების თანამგზავრი არის და პრეფერენციული სიყვარულია, თუ გაგვირგვინდა ეს ხორცი, აი ეს ბაზავს ყველაფერი, ეს ბაზავს ზეციურ მიჯნურობას. ამოკიდებულია მას. ანუ ღვთისადმი სიყვარულს ადამიანი სწავლობს ამ მიწიერი სიყვარულით. პედაგოგიური არის, ამიტომ მიწიერი მიჯნურობაც. ძალიან დატვირთული ხდება მიწიერი მიჯნურობა და მიწიერი ბედნიერება, როგორც წინაბჭე ზეციური ბედნიერება, მარადიული ბედნიერება. აი განაგებ რას წერს ნესტანი თავის წერილში, რაც არის სკანდალური ხაზა არის, უყურეთ. ნუ ნესტანი ძალიან ესეთი უსაუბრად იქცევა თავის წერილს წერს და არის ლათურ მოხვალ. აქ მოკლავენ ეს საშები მე ისე კარგად აუწერს ყველაფერს დეტალურად ამ ტაჯიკეთის ციხეს და ეს საიდან შემოგვირავი და ვისადგება და რაღაც რომ ჩანს რომ არ მოხვიდეს ეუნება, მაგრამ ამ დროს ყველაფერს გეგმას კარგად აძლევს ამ ტაჯიკის ციხეს. და ამ დროს ეუნება ასტრამის რომ მე მოგვიდები და შენ თუ არ შეგხვდები, მე არავის არ შევხვდები, იმიტომ რომ სანამ ვიღაცა სხვა დააყრებს შენს და ჩემს დაქორწინებას, მე მანამდე თავს მოვიკლავ. და მეორე იქ განახაროს, ეს არის მისტიფიკაციას ეს რომ იქ მარადოსობები რა, მაგრამ უბრალოდ ეს პროცესია. შენამ ზემან უშენოს არის მიწეს თვარე შენი, შენამ ზემან ვერის მიწეს მოცავდნენ სამი მზენი, აკა თავსა გარდავისა ახალს მახლან დიდი კლდენი, სული ჩემი შეივედრე, ზესი მომხდენ ნუთფთენი. მეგონა ღმერთსა შემოვედრე, ნუ კლა, დავხსნა სოფლისა შრომასა, წესსა, წყალსა და მიწას აერთებდნენ ძრომასა, მოსეს თქვენი დაუბრუნდები ხდე, მას შემსან დომასა, ვის და გამიხებდნენ ზისა ელვათა დომასა, ესა ის მზე, რომელიც ვისი და გამით ანათებს, ანუ ფიზიკური მზე მარტო ვისი გამით, გამითას რო ანათებს მზე, ეს არის ღვთიური ღმერთია, ღმერთის სახეა, ეს გაუღამებელი მზე, ვის და გამით ანუ მე იქ მინდა ჩემი მდომა არის რომ არიცობაში გადავიდე და ვის და გამით ხეთებს ის ელვათა თომას, ანუ ღმერთის შრეტაში ვიყო, ვის და გამით მარადილად ვიყო ღმერთის შრეტაში. და მე უნდა ასწავლო. მზე უშენოდ ვერ იქმნებს.
რადგან შენ ხარ მისი წილი. განაგამცა მათზე ახლა მისი ეტლი არ თუ წვილი. ანუ შენ ხარ მზის ეტლი ჩემთვის. მზე უშენოდ ჩემთვის ვერ იქნება. ანუ კარელი მზის ეტლია შეშოს, რომ ეტლი რა არის ეს თანავარსკვლავები, ხო? ანუ იქოს კარელი თანავარსკვლავები, რომელშიც ის ესთანო ვერ უნდა დაინახოს. დაეუნება. მონაგნახო და სხვადასხვა ვერსიებია. მან მონაგნახო იქ ნახავ შენ კარასეულო, მანდო ექსახო, იქვე დაგსახავ, მანდოე გამინათო გული ჩრდილი, თუსოს მე არ მქონდა სიტყვისა მქონდა თბილი, მაგრამ სხვა ხალხებში ასე არის. მონაგნახო, მადვე ექსახო, იმადვე დაგსახავ. გამინათო გული წბილი, ანუ ორი ვერსია, ერთი ამბობს, რომ იქ გნახავ და იქვე დაგსახავ, და ტაუტოლოგია გამოდის, და მეორე ვერსია არის, რომ მზე ხო შეხარ მზის წილი. მზის ზოდიაკო ხარ შენ. მზის ეტლი ხარ. და მე იქ გნახავ შენ, როგორც ღმერთს ხედავ. მაგრამ მე შენ იქ გნახავ და მადვე დაგსახავ, ანუ ღმერთად დაგსახავ. ეს რამზავა. იმედა სკანდალური იყო ეს ფრაზა, რომ მიზერილია გვერდზე. ხელ გადაწერეს მიერ მადვე და აქ მიზერილია მე მადვე. თვითონ შეასწორა მადვე, რომ სკანდალური იყო, რომ ღმერთად დაგსახავ, როგორ შეიძლება ზარდაფასო. რუსულზე გუსარია ეს. მონაგნახო, მადვე ექსახო. და გადაწერა შეცვალა მანდვე. მიიღო ტაუტოლოგია. რუსული ზუსტად ეს მიჯრობა აქ დაწეული პრეფერენციული მიჯრობა, შეყვარებითი მიჯრობა აქ დაწეული, იქ გაგრძელდება ის რომ ეს თავის ერთმანეთს მიჯრობები განახავენ გამგზავრდობილებს, მაგრამ იქაც კი გაგრძელდება ეს პრეფერენციული სიყვარული. ტარიელს ეუბნება, ტარიელ შემთხვევით სასხელო ამბავება. ტარიელი გადაეხო ავტანზე რა სასხელო ამბავება ჩემთვის, ისაა ჩემთვის სიხარული რომ შენ ხედავ. ტარიელი უცნაური თავს ისავს. თავს ისავს სიხარულისგან, სიხარული ტრამვაა. რა უნდა მითხრას ავტანებმა სასხელო ამბავება. ესტანი თუ იყო ამას ვერ გაუძლებ. სიხარულს და მოუკვდები. ამ ჯობია არ მითხრას ავტანებმა გაჩერდი. ეხლა შენ რაც მითხარი სასხელო ამბავება, შენ ვიცი რომ სასხელო ამბავება შენ ჩამოხვედი და სასხელო ამბავება. ამას ავიტან. მაგრამ ეხლა შენ მითხარ კიდე რაღაც პრობლემა, ამას ვერ ავიტან. ავტანები სულ სწრაფობას გამოჩეს ერთადერთი ტექნოლოგიის მასზე. ერთადერთი და არაკატო ეს სასხელო ამბავება რა არის, რომ აგერ ესტანის დერმა კარგი მოკვდება. მოკვდება შაცოტაც უყრია, თორემ მობილობა ეს. და მე ავტანები ლომის წყალი კარგ, ლომის სიცხლი გასულიერებს და დაასხა მას ლომსა სიცხლი ლომისა. და ავტანელს ტარიელს ემატება ეს უკვე ფერზე მოდის და მარკისა ლალსა მზისაგან მას ფერი ეზარდებოდა. თორს ლალის სკოლას მზისგან ეზარდებოდა ფერი და ზარს ქართულად არის ყვითელი. ანუ მზევდებოდა ტარიელი. თორს სუფიური იმიჯი არის სახე, რომ ლალის სკოლას თუ გაიშვა მზეზე, ის ლალის წითელი ქვა ყვითლდება. და მზევდება. ანუ ეს არის სუფი მისტიკოსის სული, რომელიც უახლოვდება ღმერთს, ღმერთდება ეს სული. თავის ადამიანურობას კარგავს და ღმერთიურობას იძენს და ამიტომ მზევდება ასე ვთქვათ. და ეზარდებოდა, ყვითლდებოდა ტარიელი და ამავე დროს ამასთან გავიგე საინტერესო შემთხვევით რომ გაიგეთ, შემთხვევით შეხვედრაზე რუსალის გამოცემა უნდა ციგნის საინტერესო პროექტია და დავაგეთ ამ გამოცემის პროექტი. მასა ქართული ამბავი გაკეთება რუსთავის ადმინისტრაციაზე და საინტერესო პროექტი იყო. ეს ირონება ის დავაგეთ. ეს რაცა ინტერპრეტაცია არის სკოლაში დამიჯდა. ეს ლომის სისხლი ხო შეიძლება ზიარების სიმბოლო იყოს, იმიტომ რომ ლომი არის ქრისტეს სიმბოლო ბიბლიაში. შეიძლება რატომაც არა, ანუ აქაც იქნება აი როგორც თითო პარასკევს და აღდგომის დღესადაგაც რომ სიყვარული გადავარჩიოთ ესთან და აქაც რომ ესტანი გამოჩნდა და ეს რაღაც დაკავშირებულია მეთქან შეხვედრასთან როგორც ეზარდებოდა ეს ლალს მისაგან ფერი და ის და შეიძლება ზიარებასთანაც რომ აი ეს ლომის სისხლი დაასხა ტარიელს და ამიტომ გააცოცხლა ნოტებოდა ტარიელი. შეიძლება ესეც რაღაცა მიუთითებდეს ასე ვთქვათ იმაზე რომ ქრისტიანობასთან დაკავშირებით უსწავლი მიწიერ ბედნიერებას. ეს არ უპირისპირდება ქრისტიანობას, არ უპირისპირდება ეკლესიას, მიწიერი ბედნიერებას. ესეც საქარბიელოა. ამისთვის ბრძოლა ხილს. იმიტომ რომ იმ ადამიანების ვისაც არ აქვს ეს პირდაპირი ესეთი ეროსი და მიჯდვრობა ისაა, რომ არც ბედისწერა რაღაც საინტერესოა. არიან ეგეთი იშვიათები, ვაკებ ჭკუასა ბრძენთასა, რომელსაც ბედისწერის დაკონი არც საწუხებია. რაც კიდე წარდგა მაინც კარგად იცნობა. თავს იმიტომ რომ
ეგრევე პირდაპირ ღმერთი ენატრება. აგირჩიეს ღვთისათვის მსუხარებაი, ადგილსა გლოვისათარი, როგორც გრილღანსტერი და მისი ძმები, მაგრამ ყველა ხო არ არის გრილღანსტერი და მისი ძმები. არიან კარელისნაირი ადამიანები, ავთანდილისნაირი ადამიანები, ვისაც მიწიერი სიყვარული ჭირდება თავის ბედნიერებისთვის, მიწიერი ბედნიერებისთვის, ეს არ უპირისპირდება ღვთისნებასთან. პირიქით, ღმერთს უნდა გიდეთ შენი მიწიერი ბედნიერებას რუსთავის ადრე. ამიტომ ის ქმნის ახალ ბალანსს მიწასა და ცას შორის და მიწიერ ბედნიერებას და მისთვის ბრძოლას სახავს გარკვეულ მიზნად, გარკვეული ადამიანებისთვის. და კარგად ამ ბრძოლაში მათ მოკავშირედ სახავს ღმერთსაც. იმიტომ რომ განგებას, ღმერთის განგება, რომ დაამარცხონ ბედისწერის დარქმელი მიჯურება და ბოლოში ეს დაგორგვინდეს დიდი ქორწილი. ეს ქორწილის მარადისობასთანაც წინააღმდეგ, რომ უსაზომო ხინი იყო დღესა 8-ასა. 8 დღეს ქრისტიანულ ცნობიერებაში, ქრისტიანულ სიმბოლიკაში არის ეს მარადისობის ნიშანი. 7 დღე და მეორე დღე არის ავდომის და მეორე დღე თითოება და მარადისობასთან დაკავშირების დღეა. აი რომ ქორწილსაც აკავშირებს ამ მარადისობასთან, ამაზე რომ მიწიერი ბედნიერებას, რომელიც ღმერთს შეთვის უნდა, ეს წინაპრია მარადიული ბედნიერების შეთვის. ასე რომ არ არის მიწიერი ბედნიერებას და მიწიერი მიჯნურობა და შეყვარება ხელსამოსაკრავი რამე, ისიც ღირსია დიდი ლიტერატურის. მადლობა. მადლობა შეგეხვდებით მადლობა შეგეხვდებით ის რა გაჩნდა შეგეხვდა დაბასიდან ისეთი ამონტურავია ისეთი რო შეგეხვდა შეგეხვდა აი მოგესალმებით ინტერნეტში მადლობა ზოგადად ისინი ინტერესის შეგვიყვება და მომისმენია. ისეთი რომ მისტიკური მაგალითად ის გაფრთხობა, რასაც ქვია სულის გაფრთხობა, შესაძლებელია დაკავშირებული იყოს წყვილს შორის, ხო რომ ესეც ღმერთს მოხდულია. და როდესაც ქრისტეს ამბობს, რომ მაგალითად ხალხს რომელსაც ყავდა რამდენიმე ქმარი და მისთან შეიძლება რომ ის იყოს, როდესაც გარდუმა იქნება მოგვიყვება. ამიტომ აი აღარ მარია აცერტაცნობა ეს სოთული მომენტად ყოველი ისტიტება ფერდუსაუსანის ეს იდეა ხოთოუსტაურის ამ ბიბლიის აი ამ პრინციპს ეკისრება როგორც თუ ერთ-ერთი მიზეზი ხوارაც ეს მაღალი თქვა დაფიქსირება შეიძლება იყოს ბიბლიასა და ფერდუსაუსის პრინციპებს შორის და გახსოვთ რომ 18 საუკუნეში მოგეცემება იყო ძალიან დიდი ასე ვთქვათ დევნო მე-13 ვერტისაუსში სამჯერადო სასულიერო პირების დევნო პრაქტიკული ვერტისაუსს სადაც ინფორმაციას შეგვიძლია აი ამ კონტექსტში ვისაუბრებთ და უბრალოდ აი ზამი დიდი და ისტორიაში გიყვარს უკეთესად თუ ბიბლიას მე პირობაზე კონკრეტულად აღნიშნებია იმიტომ რომ ის რომ ბავშვად განსაკუთრებული ურთიერთობა ერთის მეორესთან შეიძლება ასეთი შენარჩუნდეს, მაგრამ ეს აღნიშნავს, რომ ის განსაკუთრებული ურთიერთობა ასე გულისხმობს ხორცელ ურთიერთობას ან ახალ რანგში განსაკუთრებული ურთიერთობას. აი მაინც ერთთან არის, ხო? ერთთან კი არის, მაგრამ მეორეს რაკაც მიწიერს განზომილებაში ისინი მიჯნობაზე მაღალი პრინციპი უსწავლად არის თავდამსხმელი სიყვარული. ისე რომ შენ პირად ბედნიერებაზე მაღლა აყენებ მოყვასის ბედნიერება. ანუ მე იდივარ რომ სოფელს არაუგრე ფიქრად ვერად დისციპლინი მოყვესობის თამაში და მიშავს ვერად ამაზე ლაპარაკია. ავტალიავს მე თარიღს დავახმარები და მას გავბედნიერებ. მე სარდამილის შენ არ პირად ბედნიერებ, სიოცეს არ უნდა გავიგე. კარგი ციგიოს აკეთებს. როცა უყვება ავტანტის ამ თავის ისტორიკას მესწავლე და ის რომ მე რასიზამო მე ცაცხოვოს თუ მე არ ცაცმილოს. ესე იგი დავდეთ იმ აუცილებლად ისტორიაში რომ თუ არ მოგწევს ისტორია შენ ვერ გაგაბედნიერებ და ბარ მოგწევს რომ ის მოგეჩვენა რომ შემიძლია ანუ თავგანწირული სიყვარული აკაც მიშე გადავიდეთ ისა რომ პრეფერენციულად ის უყვარ ამაზე მაღლა რა თქმა უნდა ეს არის მე ეს თუ არა გაქვს იმას ვერ შეიძლება
ამიტომ ეს პრეფერენციულ ზღვარს სულაც არნიშნავს, რომ გარემოში ისრაელის აიღება აიგრძალება ეს პრეფერენციული ურთიერთობა თავის მიჯნურთან, რომელთაც არ გაიცნო. უბრალოდ შვიდი ქმარი და მონატრება გვერდის კიდე სხვა დონეზე იქნებიან მინისტრს, მაგრამ ეს შენარჩუნება მარადისობაში წავს უსწავლო ურთიერთობითი სიყვარული. ეს რა არის ეს რომ ამბობს თავარიდება გაფორცება არ იქნება რა გულისხმობს. იქ გულისხმობს სხვა რამეს. იქ აღარ იქნება ხორციელი ურთიერთობები. იქ ანგელოზები იქნებიან რა შეიძლება როგორც ანგელოზში არ არის ხორციელი ურთიერთობა არც იქ იქნება. არც იქნება მემკვიდრეობა აღარ იქნება შვილის გაჩენის ფენომენი აღარ იქნება სექსუალური ურთიერთობები აღარ იქნება ან ეს ყველაფერი აღარ იქნება რა თქმა უნდა მაგრამ პრეფერენციული სიყვარული დარჩება ეს ამაზე არაფერი არ იწმება ეს არ იქნება სახარებაში მადლობა. და ის მიგდესა და რუსულში დაგისმებასთან ზოგადად მაგრამ წაიკითხო მე-19 საუკუნის კალენდარები რომ წაიკითხო რა ისე რაღაცა წაიკითხო რაღაცა 19 საუკუნის კალენდარები ვერ წაიკითხო ივანე ოტროპირი ასეთ არის რომ ბიჭს უნდა როგორ შეუყვარდეს და როგორ ბიჭს უნდა შეუყვარდეს ეს კორტილი იქნება ნამდვილი კორტილი. გაბრიელ ქრისტოსი ამაზე ლაპარაკობს რომ გაბრიელ ქრისტოსი რუსთავია საკითხული და ახალი შედეგები აქვს. ამიტომ ეს ფენომენი გააზრებული გახდა და დაფასებული გახდა უკვე ქრისტიანობის მიღება, ეკლესიის მიღება. გარკვეული ეკლესიის საიდუმლოს, ქორწილის საიდუმლოს ნაწილი გარკვეული გახდა ისეთ რომ უცბად უყვარდო არ არის. თუ სოციალური რაღაცა გარიგებითი ქორწილი. თუ კი გარიგებითი ქორწილი იქნება ეს პრობლემა არ არის, მაგრამ მაინც ყველა ვინც გარიგებით ქორწილდება, გულისხმობაში იქნება განცდა. იმიტომ რომ რუსთავი უკვე არის, რომ ეს პაციენტ ქორწილი არ მოხდა და ეს და ანუ თანდათან მადლობა. Ivato, შეკითხვა პირების უგრაბა მაგრამ როგორ არ შეხედა ვერ გასწნიან. ანუ ვერ ძლებენ ეს არაფერია და თემი საგამო რაღაც უყურებდა თუნდაც ავტო ვერ უყურებდა რომ ეს უყარდა. ხოდა ნუ მე ვფიქრობ გასწრებული რომ სანდო იქ იმაზე ტექსტის მეთოდით რომ გასწავლა პარსალმა ისწავლა ძალიან და ეს კაცი ერთად უყურდა. ან მაინც უნდა ჩაიშალა მაგას ეს პროცესი. იმიტომ შაშუალო დაპორტი ბატონ იმიტომ რომ ტარიფი გამეფებოდა და არ უნდა ტარიფის გამეფება როდესაც ფაქტია. აბა კიდევ ის ვაფშე იყო დარბაზში პროფესორი ეკა ვაგროშვილი ისტორიის საზოგადოების წევრი ძალიან ავგანსტინური სიყვარული უსწავლდა იერარქიაში, რომ მაგალითად ვიდრე ბიზნესური სიყვარულიც είναι. ამიტომ როცა არჩევანი გება ერთი მეორე, ულაპარაკოთ ბიზნესობას და პირად ბედნიერებას სირავენ, ხო, დაიშენინა ბედნიერება მერმერადა მისულად ჩემთანი დაკარგულად უნდა დაგინეს პროგრამა და მედია ვისოფლსა არ მოკლედ ლიტერატურა დისციპლინა მომდა თავში ანუ ესეთ მდგომარეობაში რო არის რამეთქმა ზირგებენ მიწერბედნიერებას ეს რო არ გქონდა მიწერბედნიერებას ვერ შეიძლება ან კარები ატონება მაგრამ სირა შენ სანამ არ შეგთავ ნესტას სანამ შენ მალმე არ ვეხმარებინ ეს არ შეიძლება ფინანსის კარი უნდა ავტანო მე შენს ნესტას არ ვეხმარებ ბოლომდე გავაკეთებ საქმე შენ ჩემთვის დავიგატო მე შენთვის დავდებ თავს ამიტომ შანსი რომ ავტანი მოემას თინათლის სანამ როსტევან სოციალია არის ძალიან ფაქტობრივად არის როსტევანს
ასკი დაესიზრება, რომ ავთან გააყოლოს თინათინი. ავთან ასტატია თინათინი დედოფალია, თინათინი გააყოლოს უკვე გვერდით სახელმწიფოს მეფეს არ არის, მაგრამ ავთან ტარები მიდის და დაუშვებს იმპერატორს. თვითონს რომ გაიჩნდა რა გამოდის, თვითონ ინა პატარა სახელმწიფოს მეფე. საპერწონეს სამართლოს იმპერატორები იშოკებს, ახლა არამედ იმპერატორი, ინდოეთის იმპერატორი და გეუბნება რომ თქვენს ერთმანეთს უყვართ და უნდა გავაკეთოთ ეს საქმე. შეცდება როსტევანი. თვითონ რატომ მოხდებიო ავთან შენ ახლა მეუბნებიო მე ავთანს კი არა მონასაც კი გავაყოლებდი თინათინს რაღაცა ისეთი ამოცდება ეს დროს რა გაუჯერებელია ავთანს შენ ახლა მონასაც კი გავაყოლებ აი ას ამგვარია და თინათინი შეცდება ავთანს ვერ დაუსვა ანუ დარება გაუჩარდა ეს საქმე ბოლომდე ამის ასე ვთქვათ დაიმსირა თავი დაუჩობდა ასე და შემოიფუია ნაჭერი და ასე ხოჭებოდა და შეზარდაო როსტევანი რომ დაინახა ახლა იმპერატორი მის ნაზრით გამყოფილი და ამის გამო მივიდა იმას რომ კარგი იყოს ავტანზე თინათინის ხარი. მაგრამ თინათინს ავტანს ვერ დაკორწინებია სამართლიანობის წყალი. ნობა ჯარის ბატონი მონაწილეობს და მასაკეთე როგორ გავიგებთ თქვენ გამიშიფრეთ სწორედ გავიგებთ მე არ ვერ სწორედ გავიგებთ მე როგორ გავიგებთ ახლა გეტყვით მონაწილეობს ჩემ პასუხს გეტყვით როგორ გავიგებთ მე თქვენ სწორედ გავიგებთ იდეა თვალებზე სამოვეშოროს მოშოლება განანათლებს რა ეახლოს შუქი გასვლას საექრების ვერიახლებს მაგრამ ვარცა უმზეობა გაახლოს და ეხსა აკლებს ჩვენ ვერჩვენ და საყვარლისო კილსა კილსა გამიახლებს და მე გავიგე ასე რომ თუ კარგი საქმის ვეგეთებ არ შეგვიძლია თუმცა ნუ გავაკეთებ თორე აბა სწორად გავიგებ შეიძლება ასეთი ინტერპრეტაცია შეიძლება. ალბათ, მაგრამ ვია სხვა ბევრი სპაზმი ვია მიფიქრე ამაზე. ხასიათი ამ მე მაინტერესებდა ეს ვარიანტი შეიძლება რომ შეგაგებო. შეიძლება რატო არა ეს რა რუსთავის თვითონ რას ფიქრობდა მე არ ვიცი არა. ამიტომ შეიძლება არ არის. ეს ერთი არის შეიძლება თავის სიახლოვეს ველიასტანი იყოს და დაშორება და სიახლოვეს მონაცვლეობა მნიშვნელოვანი იყოს. დაშორება გაიგო თავის სიყვარული და მერე შეერთება. შეიძლება ეს დისტანცირება და თავისი პედაგოგიური მნიშვნელობა გქონდეს. და ეს საინტერესოა რომ პროცესს ვახტანგებს გამოსცემდა ის თავისას. ეს პირველი გამოსცემს აკეთება. 1712 წელს. ვახტანგებს დავუწყო თავის კომენტარები. როცა რუსთავის ყავდა მოწინააღმდეგეები უფრო საეკლესიო წრეებში, რომ აი რაღაცა არ მოწონდა საერო არახსენებს სამებას ეკასულა. ას გაგონე ანუ კათოლიკოსს ქონდა ნეგატიური სიტყვები რუსთავზე რომ ამაუს დაშვა სამწუხაროს ეს რომ რიტორიკი იყო და ეჭერი კაცი იყო, მაგრამ ამაუს დაშვა. სპარსულების სოფლი იყო და საერო რაღაცა და დავით ვახტანგებს უბრალოდ თეოლოგიზაცია მოახდინოს რუსთავის პოემის და სხვა რუსთავი იგავურად გადმოსცემს ქრისტიანულ სინამდვილეს და ამიტომ რომანტიკულ მომენტებსაც თარგმნის ატრისტიკულ ტრადიციაში ასე სულის და მერის ურთიერთობის ბაზარებს მაგალითად ავტადიდოს მოცუდება თინათინს ესე მოთხოვს რომ შენი შორსხოფი კრულია ვინცა დადუნდეს რადგან შენ დაგჭირა გონება გული შენსკენე დაბრუნდეს თვალთა პირალთა შეხედვა შენივე სწადეს დაუნდეს ჟობს საყვარელსა მოყარე რაღაცა დაუძაბუნდეს ან ჟობს საყვარელსა მოყარე რაღაცა დაუძაბუნდეს ჟობს კარგია თუ საყვარელს მოყარე დაუძურდება ანუ თუ შეყვარებულის გარეშე ძალა არ აქვს არაფერი ეს ამით იაჩერებს ინტენსიურობას აქვს სიყვარული და მნიშვნელობა მისთვის თუ რა არის სიყვარული ვიჟური სიყვარული მისთვის რომ ვიჟურის გარეშე არაფერი ძალას არ აქვს და დაუძურებულია და პირის და გული და გონება მისτερავს იმართება
ვახტანგს ამას აქტივებს თეოლოგიურ განმარტებას. ამას ჯობს საყვარელსა მოყვარე რაზომცა დაუძაბნდეს. საყვარელს ჯობს მოყვარე. საყვარელი არის აქტიურული საგნები, ფული რაღაცა განსხვავება რაღაცა და მოყვარე არის ქრისტე. და რაც უბრალოდ დაუძლურო შეში ქრისტე აქტიურული საგნების სიყვარული, მაინც დაუძლურებული ქრისტე ჯობია აქტიურული საგნებს. იმიტომ ის არ გადაწყვეტს ქრისტე, დაუძლურებული აქტიურული საგნები ასე შემარებული გადაწყვეტენ. ამიტომ გული ისო ქრისტეს უნდა გაბრუნდეს და სწრაფებით უნდა მოინარჩუნოს. არაჩვეულებრივი გამარტება ქრისტიანული და ძალიან კარგია სულისთვის სასარგებლო, მაგრამ არამედ კავშირის თვალთან არა. უბრალოდ რომანტიკაზე ლაპარაკობს. სიყვარულზე შემარებლის განსაზღვრებაზე არის თეოლოგია. მაგრამ არის სოციოლოგია, ასე გაათეოლოგიზირო უსწავლეს სკოლა. პირველ რიგში მინდა რომ ძალიან საინტერესო იყო რაზეც საუბრობთ და მადლობა და ერთ-ერთი კითხვა მაქვს. ვებქრისტიანოსთან ერთ-ერთი სახეობი არის ერთ-ერთი პერსონაჟი, რომელიც სულიერად ყველაზე მაღალია, რომელსაც და რატომ? ისე გამჭირდება ალბათ უფრო მეტ დროს ატარებს პროცესში ავტანტიუსთან მოგზაურობ და ავტოში თანამგზავრი ავტომობილის და უფრო ახლო ხდება ჩემი საფრთხე და რომ ჩანამიდროა პროცესი რომ კარიერა რაღაცა მისტიკური იყო შემთხვევას ავტანტიუსთან შენს მისწავლებელი იყო კარიერა გაიგო რაღაცა არაფერი რა ავტანტიუსთან არის ერთად ავტომობილის უფრო გესმის და ავტომობილის ისრებთან უფრო ახლოსაა და ყველა ისრებია და ყველა თავარიზირება მე ფატმანის მაგალითად ხომდე ხალია როგორც ალატოს გმარს ეს ფატმანის გადაარჩეს ამათ სიყვარული და თავს გადადის იმიტომ რომ ფატმანი რასაც გავაკეთებს ნესტას თავისი სიცოცხლის რისკით გააკეთებს თუ გაიგოს სამბაურები ფატმანმა გააფარა ნესტანი ფატმანსაც მოგვა აი წავიდა ამ რისკზე რომ გადაარჩენ ფატმას უხსნია ჩემი მზე დედებია და ზდებია აი ეს პერსონაჟები ასმატიც გადადის აი თავგანწირვის კულტურა არის საერთოდ მათ სამხად მირთა ნატობდა სჭირს ანუ ახასიათებს ერთმანეთის მონება ანუ მონება ბავშვობაში კი არ არის მონება ასეთი ცუდი გაგება მონება რომ მე ჩემთვის ბედნიერება არ მინდა სანამ შენ სარწმუნოები შენ გვერდით ბედნიერება ყველაფერს არ გავაკეთო რომ შენს ბედნიერი იყო ჩემს გვერდით როგორ შენს ხარჯზე ბედნიერი არ მინდა არავის ხარჯზე არ მინდა პირიქით მინდა რომ ასე ალტრუისტულად იყო რაღაცა თავგანწირებულად თუ ბედნიერება არ შეიძლება რა კაი შევიდე ამასაც მაგრამ თუ არ უნდა რომ აი ეს სახურება მთავარი და ასმათის სამასალო ბოლოში ასმათს მისცემენ სამეფოს და ასმათს არ მინდა სამეფო მონობის საუკეთესი რაც ვინატრეო მითავარ მე კარგიო ვებს გესახურები აი ქრისტიანული მომენტია რომ ყველა დიდ პროექტის სამეფოს ყველაზე მეტს ემსახურება ამ დროშის ელექტრის აქცენტები შეფარებს და ასე მამაზე მომიტანე კიდევ თავსა. და შეიძლება ჩემში რემონტების მოხდა რომ საერთოდ გაიგოს. მე ვისვოდი მეხის თავსა მომარაგებისა. ყოველ განაცხადის შეფერდებს სამდოს ყოველ ეთიანი წარმოქმნის თავსა და ყველა პრობლემის დამთავრებაში და აკადემიაში ერთ-ერთი ფაქტორი ალბათ არის აინან კულტურის ისტორიის მუშაობის პროცესი ასე ისე რუსთავზარი არის ოპტიმიზმის წყაროარი ქართველების ყველაზე დიდი ზნებადობის დროსაც და როდესაც მიაკეთება ნაცნობის გზელი ამას ნიშნავს ეს ნეოპლატონური და დიონისე აროყანელის გადამუშავებული ამ საქმეზე დაფარულია გზელი დინოს განაცხადებს მედიკეთის მომდინარეობს გოროს არ განყარდეს ამ გოროების დიაპაზონი არის ამოწურვარი და სიგარეტა მარადიულია და ყოველს გაფრის ბოლო კეთილია და თავის დროს დაწერა არისტოკრატიის სიგმა და მოსალეობა და ეს ყველაფერი არისტოკრატიის მაგრამ იმდენად ნამდვილია და მართალია რომ თემა ერმა შეიყვანა და უკვე ხალხის შევიდა სხვადასხვა
კუთხის ხალხის სიმღერებში გურულის ტრადიციაში კი არის მოსავლის პრობლემა. მაგრამ შეიყვარა. რა ერთი არის ქართული რაღაცა ფლორების ნაწილი გახდა. იქამდე რომ გურამიშვილი შეშინებულია რომ რუსთავის ფლობს ყველა და ბილიარდაის ხალხმა ავტომობილი და ვერ გაიგო რუსთავის წესიერად. Там вот сам Рустав Сааков, Давидიანს დავდო, Давიდიანი შემზადდნენ რომ ჯერ რომ მე უფრო უსაფრთხო წაიგო Рустав იატარაზა ქართულის განათლების ნაწილი და გაკეთდა რეკონსტრუქცია არასდროს ქართულის პრობლემები უბრალოდ არ არის. ჯობსოს ნაზარსას ინგლისური საერთაშორისო შეგვიძლია ეგრევე ვთქვა შპიონი არა ფარდი ქართული. Da isro katolikosha Margaret is a never shape I anudiana masculinity and that's S37 There are this is not to never shape a story about it. Sad story Katolaz are this. Al final you can shape or is this what I mean. Meorio Gustav Katol Sashura Kiran. So how I interested. ინტერესი ეს ყველა აი შუაში ყოფნა, შიგნით ყოფნა, მიწები ზედაპირული. როცა ხედავს ფაკულტურას, იგივე რომ ხედავს ნეოპლატონის საფეთო პლატონის ფილოსოფიას, არისტოტელეს, სტოელეს, გაიგე სიგრუისეულებს ყველაფერი. და კი ბატონო ეს ქრისტიანულ კულტურაში არ იყო, მაგრამ იქაც შეშმარდება, იქაც შეიძლება მოქმედებდა. ანუ აღმოჩნდეს შეშმარდება და შეიძლება შენი სამყარო გამდიდრო იმ სასამყაროდან მოსული სიგრძიდან და გაბედული იყავი ამაში. დაეცახე სერიოზულად. ანუ დეკორატიულად კი არის ეს მოზრუნები, პლატონი არისტოტელე. ეს დეკორატიულად კი არის შეცდომა. პლატონისაც დავსავად მუსავამ არის, ამიტომ რეალურად ჩემი ცხოვრების ნაწილად გახადა ეს სიგრძნები, ამ ფილოსოფიები და გაიგდრე შენი სამყარო. დააფასე თუნდაც აი არსება ვთქვი, სიყვარული, შეყვარების ფენომენი, რომ ბიბლიაში არ არის არსებული. მაგრამ ამისათვის ხო არის ეს ფენომენი. Მოდი ნახოთ ამიტომ როგორ ყურებს პლატონი თავის დაძინში მაგალითად როგორ ყურებს ნეოპლატონელები იქნება ამის სამყარო შევცვალოთ იქნება დავაფასოთ ეს და რაღაც ახალი გაზომვა დავინახოთ ქორწილში რომ ქორწილი არის მოყვარე ადამიანების შეყვარებული ადამიანების ერთობა შეყვარებული არ არის თორსამოსაკრავი რამე ესეც ისაგან მოდის და ნუ აკო მეტისამ საჩუქარს אז ამგვარი იდეები ეს ბიბლიაში არ დევს ასე მაგრამ აი სხვა კულტურებს რო გავიხსენებ ეს დავინახეთ და ეს ამოვაში რაღაცები მოდის მივიღოთ ესე აი ასე დაბედული ფიქრი გამგზავრება საკუთარ თავს მოწყვეტა არაბეთზე წადი და ამოვაშინე ის ახალი მიწები ახალი რაღაცები ახალი ჰორიზონტები აი ეს არის უსწავლელი გეოლოგი კათოლიკე ფლოტი არ თქონია არის მაგრამ უსწავლად თავარეგულები სულ საზღვაოებში არის ავტომობილის საზღვაოს გადაიხდის ამ მეკობრებს დაამარცხებს არელი ადმირალი ამირბარი უსწავლის ზღვას არ არის ზღვაზე უნდა დახვიდე რაღაცა ახალი ჰორიზონტები გახსნა შენ სამყაროში აი ეს არის უსწავლის ახალ სამყაროს იხსნის თავის პოლიტიკას ეს ამან შეკრას კათოლიკებთან ეს კარგი ფენომენი კათოლიკე ძალიან ტრადიციული არიან მოყვარები თავიანთი წარსულის და იმ წარსულში გასარევი დირექტორი ახალწლები და მიაქვს საუბრების ფაზა მაგრამ ამ დროს გაფასისებები არის კათოლიკეს ზადარიან ახალი შეიტისო აი ეს ორი საათ დიალექტიკაში არის კათოლიკების ამ მეგონი გადარჩენის საქმე აი ზევა ეფერონო არ მისის ეს კითხვა ეს ბაგროსო პროცესში ეფერონო დაიწყო არ არის ეს ეხლა შეიძლება ისეთი როგორ ისეთი აფეთქება არის მოდი როგორ თავიდროზე რაც გამოლაპარაკე ეს შევთვის ეს იდეები ახლობელია უკვე ყველაფრიდან და ახლა ლიტერატურა ევროპული ლიტერატურა ფრანგული რომანი რაღაც ევროპული რაღაცა და ამიტომ ეს უსწავლის სხვა ეს აფეთქება არის საფეთქება თავიდანვე აფეთქება ის მოდა და ეს გვაქვს მხოლოდ ფერიტა სამყარო და აწესწორებს ამოშენ ძალიან ფერადი იყო ეს პოემა თავიდანვე და მრავალფეროვანი არის რაიცი მრავალფეროვანი და მრავალფეროვნებას და ტოპოლოგია მოდის ეს იყო რგავი შეიძლება
ეს თანამედროვეობაში უნდა თარგმნით რა შეიძლება საათი არის საინფორმაციო და გავიდეს და ბატონი ლევანი ეფუძნებს თარგმნით რომ ჩაწერა ეხლა ბოლო კითხვიდან აი ჩემმა მოსწავლემ დასვა კითხვა და ბატონმა ლევანმა თელქაისი იმით რაღაც კითხვის ის ვერ გავიგებოდა აი ერთპიროვნება როგორ დაიძლება რუსთავებთან აქ რას გულისხმობდა ეს ისეთი კითხვა არის ეს დაიძლება მაგალი დაბალი შაიები ეს დაიძლება როდესაც არის განწყობილებები სულება აი თუნდაც შევხედოთ აი ასეთი იმას რომ როგორი მოწყენილი არის თქვა და მოსწრება და უცებ როგორ ხდება მისი გამხიარება შემდეგ როგორ ისე მოწყენა აი ამ დინარებაში ხდება ერთგვარად მისი გაგება მე ბატონებს უძმეს მადლობას გავაცილებ იმიტომ რომ აქ ფილოსოფოსის თვალი დანახული ერთხის ყაოსანი აი შალომ უცუდითესა აქვს ასეთი სიტყვა თქვა რატომ გააძევეს რომ რუსთაველი საქართველოს ნუ ფაქტია რომ საქართველოსთან წავიდა ის იმდენად იჭიერი იყო რომ სხვების თავებზე დადიოდა ხო ჩვენ იჭიერებას ვერ ვიტანთ როგორ ჩანს და არა მარტო ესეთი თუნდაც ახლა საქართველოსმა ლევანსების საოცარი კითხვა დასვა აი ვეფხის ყაოსანი აი დღეს როგორ იმართება ეს არ არის ეს ლამაზი სიტყვა რომ ჩვენ გადავჭებით იმიტომ რომ ვეფხის ყაოსანი დავწერეთ არა ჩემთვის მართებული არა თავიდან ყველაფერი არისტოკრატის ისაკის იქნებოდა საბჭოს ქართულ ცნობიერებაში ქართულ წერილობი ძეგლები ხლეხი და ექსაკაილავი საქმე თუ ამას ეთქვა ჩვენ მიხარია რომ მინახავდა თუ ამას პედაგოგი დაიწყო თუმცა ის ყაოსანი იწერეს და ხალხურმაცა ჩვენ მას ვაფასებთ აქედან მოვიდა და თუ შეგვიძლია გაიგო თარგმანებს გამოდის რომ აი ამ სიტყვებში წასვლა შეიძლება ეს ბატონად და და ეს კითხვა და ამასა და ასეთია ჩემი შინაარსი რომ როდესაც აიოს რუსთავი რომ აფრან ხელიო უნდა ვერდება შესაძლოა და ამის მოსულაც სკამსესის როგორ დედაშენის როგორ გაბედო შემოწამს მაგრამ როდესაც ვიდება აიოთან ერთად აიოთის გასწავლს საოცარი პერსონალი ხდება როგორ მოხდეს ეს პერსონალი ასე აი ეს სალონის გაიარი გასაგებია შემოწმებამდე გაიგო ახალგაზრდის არის ხალხის იმის შესაძლებლობა რომ პრემია ბან დანაშაულად განიერება ყოველს კი ამის შეიძლება პატრიოტიზმითაც გავამართლოთ შეიძლება აკახო და აკი წელი წრი არის ამ სოლის გამოსასწორო აი ეს ის როსტევა და კიდე სხვა რამეს ანუ იმათერაში აი ეს პერსონება ერთგვარი როგორ მოხდა აი ამ ჩვენი ის როსტევანის რუსებს კომისაროს ტიმი და თავიდან საოცრად Hello, მე მგონი ის ისტორია ის ისტორია აბანო მოყვა ეს ისტორია რაც მოყვა არაერმა აბანოს მოყვა მე თან ისე დეტალები მოყვა მაგრამ განდობილი ხალხი დარჩნენ მაგრამ იმას მოყვა მე აბანო ყველას არ მოყვა ისტორია არის რომ ყველას მოყვა ეს ის მაგრამ მე მგონი წარმოსახვის იმაში რომ ის ხედავს თუ არაერი იმპერატორი არაერი არის კანონიერების რეგულების ტაქტის და ამხელა იმპერატორი მოდის და უშვებს. მაგრამ იქ არის მომენტი რომ ალბათ სხვენია მისვლა რომ ვერ ვუბედოს ალბათ შეხედოს არასდროს რომ ალბათ უნდა გააკალოს და როსტოვანის მოლოდინა. იმიტომ რომ
პირველად რომ მოაწყვა როსტევანი თინათის შეხვდა ის კონსპირაციულ შეხვედრაზე, ანუ თინათმა დაიბარა ავტომობილი არა როგორც ინდოეთის პასპორტი, არამედ როგორც პირადი ნიშნული. თვალიშვილზე რაც გამეშევდა და შეხვდა კარგად და უთხრა აი ჩუმად უთხრა როსტევანისგან და ყველასგან ჩუმად რომ შემდეგ გამიკეთო ეს. და ამიტომ ავტომობილი ატყუებს როსტევანს და მე მივიდა რომ თინათის გაწიება ერთად მისთან თვითონ მირო და ვილაპირო და ვილაშკო და რახორო ხალხია რეგაცია, მაგრამ ჩვენ არანაირად ძლიერები და თუნდაც აკამბინავდა და როსტევანი გალოცავს, აბარა აი რომ გააკეთო ძალიან კარგად. მე მოდის ავტომობილი. ეუნა ეს ყველაფერი თვლილი იყო, ეუნა რა მის ამბავი გავიქცე. და აქ არის მომენტი რომ როსტევანს აკეთებს დილების ნაჟე. გავარი ახლა უღალატა იმდი. ანუ დაარბია ავტომობილი. ხორების როსტევანს რომ თინათი მომიწა, ამას ვერ ეთქვის ვერანაირად. სუბორდინაცია გაარბია სასტიკად ავტომობილს. ძალიან ცუდი რაღაცა გაარბია. ყველა მის რომ ავტომობილი თქვენ სასულად პირადი ინტერესის გამო რომ გაიგო ტარები სადარი, მიატოვა ჯარი, გაუხდება თქვენ. კი, ჩამოიტანეს ამბავი მერე და რა. უნდა დაისაჯოს. როსტევანი იყო არ დავში. ჩემი შვილი იყო და ამიტომ მორჩე კანონი არ მეინტერესებს მე ვარ და ამ შემთხვევაში მე კანონს გადავაბიჯებ და ავტომობილი შევიბრალებ და ჩემი შვილია და არავინ არ გაგებდა არაფერი არ თქვა. რა ავტომობილი შევიბრალებ. ამის მერე მეორე დრო კეთებს იგივე რას უნდას და როსტევანი მეორე მოსულები ავტომობილი. უნდა დასაჯოს. ანუ აქ არის ის არის რისკი რომ კარელი გადაარჩეს ავტომობილის ყველანაირად. არა გადაარჩეს, არა შეაუბრებს და სპინატი. მე საერთოდ მოგიერთი ავტომობილი გამოიყარება მეორე. ხო ძალიან ისია ფონორი გაპლოკი დაწესა მანდერს და მე მართალი ვარ და ბოლოში შეიძლება გამოვიდე მე ხედავ და შენ ჯერ ვერ ხედავ მაგრამ მე საბოლოო შემთხვევაში მარტო ზოგადად აპარატოს რო სიცის პროგრე არის და ამიტომ პატრონს მოსკულის უზრდა როს მარტის თქმელი აბსოლუტურად შეშმარდება მე ვფიქრობ აბსოლუტურად შეშმარდება შენ მე არ იმერტო რა მაგრამ ბოლო თორსა შენს მომიყვა შენ დონეზე გასულ შენ სად გამიქობა რომ გაიცნებ რა არის პასუხი მე რომ ის პარები არ დავხდება. ფიქრობს ეს დაასწრო. ეგ ხო არ ვიჟები გვერდის და იმიტომ რომ ძალიან ცოტა ჩავიდინე. მე რომელიც პატრონი ჩემი განცდელი ისაგან და ცხოველი საწაობისამ თოველი მას უღალატა. რაც ფიზიკად კარს აღარას მოედა. ანუ გავარებულია შუა. მიგვეძა რანერს დაწერა. გულში მაინც ფიქრობს ხო არ ვაშავ. ანუ ესეთი დილერების წინაშე არის. აბანე ძალიან უცხოელი ისე მეორე გაიყარა. და ის ფაქტია როსტევანსაც ზიმონოვიჩი აკეთებს, რომ მეორე როგორ გააბარდება როსტევანი. რა ბავშვია ჯერცოდა ვაჰადი. ბატონო ლევა, თუ რევას ირადის აზრს ვერწმუნებით, რომ ვეფხისტყაოსანი სიმბოლოა დაკარგული სიყვარულისა, მაგრამ პარიზ ვეფხისტყაოსანი მაინც აცვია ნესტანის პოვნის შემდეგ როგორ აქცით ამ გარემოებას? როსტევანი სიმბოლოა ეს შემთხვევაში არ არის პრობლემა. ამაზე არის შეიძლება აი როსტევანი მანამდე წარმოეძებს ნესტანს და შეიძლება ეს საერთოდ სიმბოლოის სიმართლის ამბიების გამოხატული იყოს. თან ეს მიჟურობა საერთოდ არის პლატონური იდეა, მიჟურობა არის წილაღარი ნაკულობლებასთან. სადა მიჟურება შენ მამობილი არ აქვს და მამობილი გვერდები არ აქვს, რომ ისინი აღარდეს კარგად ისწავლებს პლატონის. მიჟურობა დაიმონი გვერდი არ აქვს. დაიმონი რომელიც მისწრაფებულია სრულყოფილებისკენ, ფილოსოფიური არ არის. ამის შეიძლება სამეს მომის ეს ვეფხისტყაოსანი თარგმნელს დაწინწული არის, არ არის ბენგალური ზოლებიანი და დაწინწული რაღაცა თქოს არის რაღაცა ძიების სიმბოლო არის და მე ის ის საბოლოო ზოგადად ეს შეუძლება რესტავრაცია როსტევანს არ აფიქრებს. ბევრი სიმბოლოა რა თქმა უნდა, იქ არის მომენტი რომ ლობს რომ მოკლავს არის ლობსაურს გახოცავს, რა ლობი გამოუგება ვებს და მას გახსნება მე და ნესტანი რომ წავიშურეთ ერთმანეთს. და ეს აიგებს აიფას ან ლობს და მოკლავს. და ლობი რა თავის თავი არის. თუ თავის თავში კლავს იმ აგრესიას თუ რა ვიცი ამ გაგიზიარებს ნესტანის მიმართ და მე არ უნდა მექნა, არ უნდა წავშუროთ მაშინ ნესტანს. ეს აი დავაშავე მაშინ და ლაი ლობს კლავს როგორც ასე
სულ სტიქიას თავის თავში და მე მეფის კოსმას სტილოს და შემოგვიყვება და ისეთ დღეში რომ სიგულის პირასადა. ეს საერთოდ სიმბოლიკა არის ბევრი რამე. როგორ თქვა? მეტი უნდა ვიცოდე რომ სიმბოლური კარგად აღმოჩნდა. შევიხვედრ ხოლმე ძალიან შეიძლება. კი ბატონო, ძალიან. მადლობა ყველამ. საინტერესო შემთხვევაში ძალიან სამეცნიერო ალბათ ერთი ეს მაინტერესებს შეიძლება ნახოთ ეს აი ვაქცინს ფიშალს ქართულ აი ბიჭმობა ეს ხარა ქართული მოვლენა და რატომღაც თქია ქართული რატო სხვა ერებში არ არის ბიჭმობა აი საინტერესო არა ეს პირდაპირ რომ ვებსაიტში არის 4 თავარი ვირკან ისანი პირდაპირ აკმანდი და ასმანი და აი ეს თქვენ ალბათ იცით ერების ნოოტიპური კლასიფიკაცია ეს 4 მათგანი მამაკაცთან ურთიერთობაში მისი შეყვარებულია თუ ვინც ახლავს და ვიზეს დამოკიდებულია ამ 4 განსხვავებული პარადიგმის შესაბამისად იქცევა ესე გამოდის რომ ვერხისყაოსანი არის სქესების ურთიერთობის 4 ნოოტიპური პარადიგმის ერთმანეთთან შედარება და შედარებითი დახასიათებით ქართული პარადიგმის უპირატესობის ჩვენების ცდელობა აი ეს არა ესეთი როცა რაღაცა ჩარჩოში განიხილა ეს ჩარჩოში განიხილა უზაოს და იცოდა მაშინ რომ რა მინიშნება გვაქვს რომ ეს ჩარჩოში უზაოს შეიძლება ცოდნა და მე ვფიქრობ აი შეიძლება რაში ასაკიცით არის ბევრი რაღაცა განწყობის თეორიის ცოდნა ბაიცო ჩვენ ბევრი რამე ვიცით ისე რომ გაცნობიერებული არ არის რატომ განწყობის ლოგიკა ადამიანი აი ესა ქართველი საზრუნო სივრცეში რატომღაც დაივიწყებულია უზრაზი არა ადამიანის მოქმედების ამოსავალი ფაქტორი ეს პირველად ფსიქოლოგიური ფუნქცია არის განწყობა განწყობა არის ის როგორ ხარ შენ ჩართული რეალობაში და ამასაც აი ის ცოტა თუ არა იმაზე პასუხობს ესე იგი რუსთაველს აქვს განწყობა რომელიც ქართველობის განსაზღვრელია განწყობით განსაზღვრება ერთის რამდენად მან იცის ის მისი განწყობაში ზის აი ეს მომენტი სქესების ურთიერთობის მოდელი რაც ქართული კულტურაში ქართული კულტურის დათემშია მის განწყობაში ამიტომ ის გამოუჟღავდა მის ნაწარმოებში ესე იგი შემოქმედების პროდუქტი ყოველთვის უფრო მეტია ვიდრე მას გაცნობიერებულია რატომ იმ გაცნობიერებას განწყობის ლოგიკის ძალით მოყვება განწყობის შინაარსის დანარჩენი კომპონენტები რაც ერთიან სამყაროს ასახავს ეს სამყაროსთან ადამიანის კონტაქტის შინაარსის გამსაზრდელი განწყობა მე მაინც მე რაც ვაპარაკე ვეცა და თქვენ ეს არის და რა ამის წელის მაგალითად გამოგაკეთეთ მე რაც ვაპარაკე ვეცა და ვაპარაკე საერთოდ რაც ვიცოდი რომ თორე მუსტავის თორე ეს არის რაც ამორჩილებს თორე ეს არის ქართული ლიტერატურა ბიბლია პატრისტიკა დიოსარმაგელი სუპრიული მისტიკა და ის სპარსული პოეზია ის დედაუსი ის ასად გურგანი ის ნაზოვის ეს მისკადა ის პატონიზმი და ნეოპლატონიზმი ეს ნამდვილად ის და გადაშენ კიდე რა იცის და შეიძლება შინტოიზმის იცის და ბუდიზმის ქართველი რომ არის არიცი ქართველი რომ არის არიცი ქართველი რომ არის ხომიცი აში ქართველი განწყობის ის რომელიც ქართველი განწყობს ისიც არის არიელის პერსონაჟსა და ალკანტილის პერსონაჟს კაპიტულაო და რა მნიშვნელობა ასმაც
ალიერის ცხოვრების გზაზე აი ამ კონტექსტში ვისაუბრობ. აი ავტანილი უფრო არის მინუსი მისი როგორ შეიძლება ემოციები გაუმოჩნდო ინტელექტს და ლოგოს ასოთა და რაციონალურად. ავტანილს თავისუფლად მოუდის გულსა დაცემა ზოგჯერ მიმართის დანასა და სიცოცხლე გასაძლებლად არის ავტანილს. მაგრამ ავტანილი ამბობს რომ არ უნდა მოიყვება თავი გასაძლებლად და გავძლოთ ცხოვრება და გავძლოთ იმიტომ რომ ამით დაამთავრებინა ის ასეაშილებაზე ელაპარაკება თავის გულს. ანუ ავტანილი არის დიალოგში თავის გულთან და არც უნდებს თავის გულს რომ ასე არ მოიცავს. ეს არის არისტოტელური პარადიგმა არის რომ არისტოტელე ამბობს ჩვენში ბუნებები არის და ბუნებები კი არა პირადულად დამორჩილოთ და პირადულად აი გაშევიდა ჩამყავდა და ასეთური ასეთ თავში პრობლემა არა ნებები ასე არის ნებებს უნდა მოყვერები არქიტექტურული დემოკრატიული და დაელაპარაკო აი შენ იგივე თვითმკვლელობა არა მე გეტყვი რომ არ არის რაციონალური ეს ამიჯერე გელაპარაკებორი და მე ეს ნება მიჯერებს დემოკრატიული დაწმობის ზარი და ველაპარაკები ამას რაციონალური ველაპარაკები დიალოგში შენება ნებას და აი კარგად ესე თუ ზოგადად რაციონალური ველაპარაკობს კარგი რაღაც მომენტში უკვე ხედავს ავტომობილი რაციონალობას არ აკეთებდა და მე მიმართავს აი თავის სიყვარულის ხრიკებს. აი პატოზა გიძრასაც რომ ეროს სიყვარული არის გამოგონებული. ძალიან ხრიკია. და ის რატოა ის რომანტიკული სიყვარული ხრიკიანია რა 1000 რას მოიფიქრე თავის შეყვარულს შეხვდა და რას გაიჩაღოს საკმაოდ. და აი აკო ეს ჭკვიანია ეროს მოგიწევა რას არა. აი ესეთი მოპასი სიყვარულიც ეგეთია. ავტომობილი ფიქრობს რომ მარტო რაციონალობა არ ხარ და რაღაც სხვადასხვა მოიგრა მოიგებს გენერალურ სიტყვას რომ მოაწერე რომ პირი ვარ დავაინტერესებ რაღაცა მე ვეთქვი რომ აი თავგანწირული წამოიჩენს რაღაც და ეხლა ერთი პატარა საქმე გამიგდა მე მოვიდე წავა და ამით დაკერავს ასე და მე ამით გადაშესკი მოიგებს რაღაცა სუპერ რაღაცას მოიგებს უკვე რაციონალობის იგითა და აი ესეთი მომენტები აქვს ავტომობილს რომ მაინც ისეთი გმირია ემოციის და რაციონალობის ესეთი გამბალანსება. არიელი უფრო ისეთია რომ ძალიან გამაყალბო ემოციას და უკვე შეიძლება გავუდგა ავტომობილს ისეთი პრობლემა არ აქვს კიდევ ინიცისა და არაფერი არ უჩვენს. არის რატომ არის უფრო დიდი განსხვავება. ამიტომ არის ასეთი ეუბნება კი ბატონო შენ რადო იცი და არ შეგისურვებ. მაგრამ ნუ განეკითხავ ძალიან კარგად, იმიტომ რომ არის რადეში, შენ ხო არ ხარ იმეში. იმის ასე ვთქვათ, იმის დასასრული ვარდაცვი. და გაიგოს ამიტომ სხვათვის სამსაბრძენი. და დავალებთ მართალი ხარ და ეგრე არის და ასე ვიყავთ. თორე ავტომობილი აფსამსობის მეორე პროდუქტი არაგის და თავისთავად გაცინავს უკვე და როცა გააღალატებს რომ გაიგოს კარგი ანდელობა ეს არაკაცი არის კარგი. ეგეთისა კაცი ნუა პირველ შეგვიძლია. და მე ეს ასეთი რომ არგინდა მოსარგებელი კაცები რომ არის გადაში. საკითხია განწყობის თეორიაზე და რა თქმა უნდა სასაცილოა ისტორია არის. აი კითხვაზე პასუხი სხვადასხვა განწყობის იმაშია. აი იმ ბატონის კითხვაზე პასუხი არის განწყობის თეორიაში. მაგრამ ერთი მომენტია, როდესაც ეუბნება ცხენზე შეჭექილი ცხენზე შეჭექილი და ის როდესაც გაუძლებულია და რომ შეჯდება ცხენზე და ნენენა სწავლენ და მე თანდათან ეს უკვე მოდის იმაზე. ზოგიერთი მოთო უცნობოს არასდროს რახმა. მაგრამ არასოლიერ ამდე გასული იყო ზოგიერების საქმე. ეხლა ზოგიერაზე მოთო დავდადე. მაგრამ განწყობის მნიშვნელობა გაითვალისწინა ავტომობილი. ფაქტობრივად ეს ერთ-ერთი კარგი მაგალითია განწყობის თეორიის დასაწყისში. მასო მეგობრებო, მოხდა ასე რომ კოლექციას ჰქონდა აქამდე დანიშნული ამ შეგვიძლია. ეხლა თუ არ წავით ისე დავუგვიარებ, რომ რასაც შეგვიძლია. იმაზე.